იქამდე სანამ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვერდიქტზე მოგიყვებოდეთ, გეტყვით იმას, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ნამდვილად იყო მოვლენების ეპიცენტრი სააპელაციო სასამართლოს ხდომათა დარბაზი, სადაც მსჯავრდებულები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ მოსამართლეს, რადგან საბოლოო სიტყვის დროს მათ სურდათ განცხადებების გაკეთება და ეს განცხადებები ძირითად შემთხვევაში პოლიტიკურ შინაარსს შეიცავდა და შესაბამისად მოსამართლემ არ მისცა შესაძლებლობა სინდისის პატიმრებს პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ, რითაც უკმაყოფილოები იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ევროპული მომავლისთვის არიან დაპატიმრებული, ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გაეკეთებინათ ის განცხადებები, გაეკრიტიკებინათ ქართული ოცნება და ის რუსული პოლიტიკა, რასაც მართველი პარტია ატარებს ქვეყანაში და სწორედ ეს გარემოებები აღმოჩნდა მოსამართლისთვის და შეუსაბამო, რის გამოც რამდენჯერმე მისცა სინდისის პატიმრებს შენიშვნა და იმ შემთხვევაში თუ მსგავს პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებას გააგრძელებდნენ, მოსამართლე დაემუქრა, რომ ისინი ხდომათა დარბაზს დატოვებდნენ. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმენდა მსჯავრდებულების სიტყვას, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება იყო უკანონო. მტკიცებულებები, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას მათ წინააღმდეგ ჰქონდა წარდგენილი, ვერ დაადასტურებდა მათ ბრალეულობას, თუმცა ეს გარემოებები არ აღმოჩნდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვისაც დამაბრკოლებელი და პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სინდისის პატიმრებს კიდევ რამდენიმე თვის გატარება მოუწევთ პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებისა და დაცვის მხარეს პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება ჰქონდათ გასარჩივრებული, სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა, რომ სინდისის პატიმრების მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული და ისინი კიდევ რამდენიმე წლით ყოფილიყვნენ პატიმრობაში, თუმცა დაცვის მხარე ამბობდა, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო მათ უნდა დაეტოვებინათ სასჯელ ახსულების დაწესებულება, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ და მხოლოდ პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა მოსამართლემ და სინდისის პატიმრები მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად ორ თვიან პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე აი ამ ტომებში, რომელიც თითქოს და მოცულობით არის დიდი საქმე, ერთი პირდაპირ მტკიცებულებას ვერ მოიძებნა, რომ ეხია კასრაძე აორგანიზებდა დანაშაულებრივ ქმედებას სხვადასხვა პირებთან ერთად და ის ახორციელებდა უკანონო ქმედებებს. საქმეზე წარმოდგენილი არის ვიდეო მტკიცებულება, ვიდეო მასალა, რომელიც არის დამონტაჟებული, რომელიც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იქნას გამომტყუნებული განაჩენი მიღებული და ასევე ვერანაირი სხვა ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ ეხია კასრაძე საერთოდ აორგანიზებდა რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას. წარდგენილი ჰქონდა ჩვენ ექსპერტიზის დასკვნები, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ ის კადრები, რაზეც ბრალდების მხარემ თორნიკე გოშაძის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება და ედავებოდა თითქოს ის მძიმე საგნებს ისროდა პოლიციელთა მიმართულებით, იყო მონტაჟი და არ იყო უწყვეტი კადრები. მიუხედავად ამისა, სასამართლოსთვის ეს არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. სასამართლოს რომ გაეზიარებინა აღნიშნული მტკიცებულებები, ცალსახად ადგინდებოდა, რომ თორნიკე გოშაძე არ ისროდა პოლიციელების მიმართ არანაირი მძიმე საგნებს და შესაბამისად არ იქნა შესწავლილი, არ იქნა შეფასებული სამართალს, ასე ვთქვათ, სტანდარტებით დადგენილი წესების მიხედვით. წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ამ კონკრეტულ პირთა წრეს ერთმანეთთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები დაადასტურებდა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან კავშირში იყვნენ და ისინი საერთო ერთიანი განზრახვით მოქმედებდნენ. შესაბამისად, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა იმის დასტურად, რომ ზვია ცეცხლაძე რომელიმე ჯგუფს უწევდა ხელმძღვანელობას და მიმაჩნია, რომ გამომდინარე აქედან დღეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს ხდომათა დარბაზი დღესაც ტრადიციულად გადავსებული იყო სინდისის პატიმრების მხარდამჭერებით, სამოქალაქო აქტივისტებითა და მდედებით, რომლებიც ელოდებოდნენ მოსამართლის გადაწყვეტილებას. იქ მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი არ ელოდებოდნენ იმას, რომ მოსამართლე დღეს ციხის კარებს გაუღებდა სინდისის პატიმრებს, რადგან ყველა ერთმანეთის მიყოლებით თანხმდება იმაზე, რომ მოსამართლეები სწორედ ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რისი მოწმენაც სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლებს სურთ. მე ამაღება ჩვენი ბიჭები, მე დღეს მოусმინე ნიკოლოზ ჯავახიშვილის სიტყვას, რომელმაც мотиваციაზე ისაუბრა, თუ რატო იდგა იქ და რატო ვდგავართ ჩვენ ყველანი თორნიკე გოშაძეზე, ძალიან მე ამაღება და დღეს დიახ მე აქამდე საერთოდ საქალაქო სასამართლოს ვეძახთი ცირკს და დღეს რაღაცა ემოციურ ფონს ავყევი და ზოოპარკი უწოდე სასამართლოს და მე მგონი რა ზოოპარკში ვიმყოფებოდი. ჩვენ ვიცოდით რომ ასე დასრულდებოდა, მე ამაყევარ ჩემი შვილით, იმიტომ რომ
ხელში მიჭირავს ახლა დასკვნითი სიტყვა, რომელსაც ძალიან ველოდებოდი თორნიკესგან და ეს იყო არაჩვეულებრივი. თორნიკემ თქვა ის სათქმელი, რასაც ითქვას მთელი საქართველო და ზვიად ცეცხლაძე მთელი სასამართლო ჩაისვა ჯიბეში. ეს არის განათლება და მათ ბიძინა ივანიშვილი განათლებულებს ვერ იტანს. ამიტომ ყავს გამოკეტილი ციხეში ეს ბიჭები ახალგაზრდები. ამიტომ დასრულდება ეს დღეებიც და დასრულდებიან თვითონაც აუცილებლად არალეგიტიმური ხელისუფლება. იბრძოლეთ ბოლომდე, იქამდე სანამ არ მივაღწევთ გავარჯვებას და მიეცით ბავშვებს წამალი. სწორედ ამ შეძახილებით დატოვეს ინდისის პატიმრებმა სხდომათა დარბაზი, მათ არაერთხელ გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს გადაწყვეტილება და მოქალაქეები, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობის კანცელარიასთან წამლის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, დააკმაყოფილონ ამ ადამიანის მოთხოვნები, უფლებადამცველები კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.